უწყალო მონა, მათეს სახარება, თავი მე-18. ცათა სასუფეველი ჰგავს კაცსა მეფესა. ერთ დღეს მონებს მეფისთვის ანგარიში უნდა გაესწორებინათ. ზოგს რა ხმართებდა, ზოგს რა. ერთ-ერთ მონას ბატონისადმი 10,000 ტალანტი ემართა. მას კი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა. მაშინ მეფემ ბრძანა, იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც კი ებადათ, გაეყიდათ ამის სანაცვლოდ. მონამ პირქვე დაემხო და სთხოვა მეფეს. სულ გრძელი იყავ მეფეო, ცოტათი მადროვე და გადავიხდი. მეფეს შეეცოდა იგი, გაუშვა და ვალიც აპატია. ამ მონას სასახლიდან გამოსვლისთანავე შეხვდა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი 100 დინარი ემართა. დაიჭირა და შესჩივლა. გადამიხადე, რაც გმართებს, თორემ შენი ცოლშვილით საპყრობილეში ჩაქსვამ. თანამონამ შეევედრა, სულ გრძელი იყავ ჩემ მიმართ, დრო მომეცი და გადაგიხდი. მაგრამ მან არ დაინდოდა ჩააგდო საპყრობილეში. ვიდრე ვალს არ გადაიხდიდა. ეს ამბავი რომ იქ მყოფებმა გაიგეს, შეწუხდნენ, მივიდნენ მეფესთან აუწყეს ყოველივე რაც მოხდა. მაშინ მეფემ უმალვე ბრძანა მონის მასთან მიყვანა. ბოროტო მონა, რა კი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა არ გმართებ და შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შეგიწყალე? მეფე განრისხდა და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს არ გადაუხდიდა. ასევე მოგვექცევა ჩვენ ზეციური მამა, თუ მთელი გულით არ მიუტევებთ ძმას შეცოდებებს. ბავშვებო, ამიკავით უფალი გვასწავლის იმას, რომ ვინც გვაწყენინებს, უნდა ვაპატიოთ, უნდა დავივიწყოთ წყენა. შესაბამისად, გვეპატიება ჩვენი შეცოდებებიც უფლისგან. გავიხსენოთ, მამაო ჩვენო, სწორედ მსგავსად არის ნახსენების სიტყვები, დამომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითეცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. რას ნიშნავს ეს? თუ არ მიუტევებთ, არც უფლისგან არ გვეპატიება ჩვენი შეცოდებები. ზოგისთვის პატიება სისუსტის ნიშანია, თუმცა ეს ესე არ არის. რადგან ამის ნათელი მაგალითი თავად უფალი გახლავთ, როდესაც ჯვარს აცვეს, მიმართავს ზეციურ მამას, აპატიე რამე თუ არ იციან რას იქმან. სწორედ ჩვენც უფალს უნდა ვემსგავსოთ, პატიება არის სულგრძელება და არა სისუსტის ნიშანი. იმედია მოგეწონათ იგავი, დროებით.